Ჩვენი ფიქრობდით, რომ ქალების უმეტესობას არ მოეწონებოდა იდეა, რომ გამაუპატიურებლები ციხიდან გამოუშვან და ქუჩებში თავისუფლად იარონ. ხომ ასეა? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ლიბერალ იდიოტს სინამდვილეში ჰგონია, რომ ციხეების გაუქმება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალების უსაფრთხოება. გულისხმობ, ნიქშეალიმ ამ საკითხზე მართლაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. და ამიტომაც არ ვარ დარწმუნებული, რას აკეთებენ ციხეები სინამდვილეში ჩვენი საზოგადოებისათვის. შენ ას ფიქრობ? მე კი დარწმუნებული ვარ, ისინი ცუდ ადამიანებს აშორებენ კარგ ადამიანებს. ნემარჯვენებზე იფიქრებ. და ნიკი ამბობს, რას ფიქრობ კომუნიზმის აღზევებაზე? მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. თუ კომუნიზმის საერთო განმარტება არ გვაქვს. ხო, მაგალითად, ეხლა ნიუ-იორკში ქირის გაძვირება ჟიაჭაში აჩერეს. ყველასთვის მედიკარი სურთ, ანუ უფასო სამედიცინო მომსახურება. დიდრების დაბეგვრა და სიმდიდრის გადანაწილება უნდათ. დორმანდომი ასევე უნდა რომ პატიმრები გაათავისუფლონ. ის ცდილობს რაიკერს აილენდზე ციხის გაუქმებას და კერძო საკუთრების გაუქმებას. ეს ყველაფერი თუ სულელი ხარ, შეიძლება კარგად მოგეჩვენოს, მაგრამ გახსოვდეს, ეს ყველაფერი ბრენდინგს ეხება, ხომ ასეა? ეს დაახლოებით ასეა. კი, გააჩერე ქირის ზრდა, გააუქმე კერძო საკუთრება და გაათავისუფლე ყველა ადამიანი, რომ ყველა იყოს თავისუფალი. თუ ორი წამით ფიქრის უნარი არ გაქვს, ეს შეიძლება მოგეჩვენოს ასე. კი, რა თქმა უნდა, გვინდა შესანიშნავი საზოგადოება, სადაც ყველა კეთილია, ქუჩებში თამაშობს და ლამაზადად ცხოვრობს, სახლებში, მაგრამ რეალურად საზოგადოება ასე არ მუშაობს, სულელებო. ზოგ შემთხვევაშიც კი. მადლობა ამ განმარტებისთვის. ჩემი აზრები საკმაოდ პოზიტიურია. გრძნობ რომ თანხმედრაში ვარ. მართლა ვერ ვიტყვი. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ პროკომუნისტი ვარ. მხარს უჭერ იმას, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს. საკმაოდ ვემხრობი ციხეების გაუქმებასაც. როგორ შეიძლება გინდოდეს ციხეების გაუქმება? ხო, დანაშაულის სისტემა ძალიან უცნაური გზაა, რომლითაც ზოგადად კაცობრიობასთან ურთიერთობენ გონი. ხედავ, რომ ამ ხალხს გამართული წინადადებების თქმის უნარიც კი რეალურად არ აქვთ. ისინი იმდენად ნერვიულობენ ყველაფერზე, რასაც ამბობენ, რომ უბრალოდ ბუნდოვნად ლაპარაკობენ, როგორც რა მოხდა, რა დაემართა ჩვენს ხალხს. და ამას გარდა რატომ არ იჭრით მას? და ისეთ რაღაცეებში, რაც როგორც სახეობა ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ გავაგრძელოთ. ვფიქრობ, ეს ცოტა უკუღმართია. და ამიტომაც დარწმუნებული არ ვარ. ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებენ ციხეები ჩვენი საზოგადოებისათვის. გინდათ რომ დამნაშავეები თავისუფლად დადიოდნენ? კარგი. მინდა რომ დამნაშავეები თავისუფლად იყვნენ. კი, ეს ჩემთვის მისაღებია, რადგან დამნაშავის იდეა ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. აჰა, შენთვის დამნაშავის იდეა ცოტა სასაცილოა. უბრალოდ გინდა რომ დამნაშავეები იყვნენ. შენ გაგიჟდი, ეს ხალხი გაგიჟებულია? დაუშვათ ვიღაცამ ქალი გააუპატიურა. სრულიად. გინდა რომ ასეთი ადამიანი ქუჩაში იყოს? მგონია, ჩემი პასუხი კი არის, მიუხედავად იმისა, რომ ამის თმართულია. თუ შენ გაგაუპატიურებდნენ, გინდოდა რომ შენი გამაუპატიურებელი ქუჩაში ყოფილიყო? მომეცი დაასრულო, იმიტომ რომ მე გამაუპატიურეს და ისინი ქუჩაში არიან. და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი ციხეში წასვლა არის გამოსავალი იმაზე, რაც მათ გულში ხდება ან ჩემს გულში. რამაც შეიძლება ხელი შეუწყო იმ გამოცდილებას, რაც მე მაქვს. მაპატიე, მართლა მაპატიე. მაპატიე. და არ მინდა რომ კიდე მეტი ადამიანი გახდეს გაუპატიურების მსხვერპლი. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ციხეში ჩასმა რამეს შეცვლის თუ არა მათ შინაგან სისტემაში. შეიძლება ეს არაფერს შეცვლის მათ შინაგან სისტემაში, მაგრამ მათ შენნაირი ადამიანებისა და იმ ადამიანებისგან მოაშორებდა, ვინც უკვე გახდა გაუპატიურების მსხვერპლი და იცის რომ ეს ადამიანი თავისუფალია და ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ გაუპატიუროს. ანუ ცხადია, არა? რათა ისინი ისევ სხვაგვარად აირჩიონ. DSA-ში, ანუ ამერიკის დემოკრატიულ სოციალისტებში, ისინი რეალურად პოლიციის დაფინანსების შეწყვეტასა და ციხეების გაუქმებას სურთ. სინამდვილეში ზორა მანდამი რაიკერის კუნძულის პატიმრებთან ერთად უყურებდა მსოფლიო ჩემპიონატს. იმ ქალს უნდა თვითონაც თქვა, რომ ისინი უბრალოდ ქუჩაში იყვნენ. ცოტა უცნაურია. ეს ძალიან უცნაურია. აი, სტატისტიკა ჩვენთვის. ეს ქალი სოციალისტია და პირდაპირ ამბობს, რომ კომუნიზმის მომხრეა და უნდა რომ ციხეები და პოლიცია გაუქმდეს. ეს არის ის, რასაც DSA საჯაროდ უჭერს მხარს. ისინი მხარს უჭერენ ციხეების და პოლიციის გაუქმებას როგორც გრძელვადიან მიზანს. მათი ოფიციალური პროგრამა ითვალისწინებს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა პოლიციის დეპარტამენტების დემილიტარიზაცია, პოლიციის პროფკავშირების ძალაუფლების შემცირება და დაფინანსების საზოგადოებრივ სერვისებზე გადამისამართება, როგორც სრულად პოლიციისა და ციხის სისტემის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც იცავს მდიდრებს და აპატიმრებს ღარიბებს. რა თქმა უნდა, საქმე იმაშია, რომ მდიდრები დაცულები არიან და ღარიბები დაპატიმრებულები, რადგან სწორედ ასე მუშაობს ეს სისტემა და არა ისე, რომ დამნაშავეები ხვდებიან ციხეში და უდანაშაულოები არა. რა სულელური დაყოფა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რა სურთ მათ.
სურთ იყვნენ ისეთ პოზიციაში, რომ როცა უკანონოდ დაიწყებენ მოქმედებას, ვერავინ შეაჩეროს ისინი. ეს არის მათი ნამდვილი მიზანი. თუ პოლიცია არ ყავს, მაშინ დიქტატურა ხდები. ვინ შედაჩერებს, რომ დიქტატორი არ გახდე? არავინ. თუ ყველას იარაღი წაართვი, ვინ შედაჩერებს? არავინ. თუ ყველას წაართვი, ვინ შეგაჩერებს? ვერავინ შეგაჩერებს. ასე რომ ეს ყველაფერი წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების და სიყვარულის გენიალური იდეოლოგია. მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ ტოტალიტარული ექსტრემიზმია, რათა დარწმუნდნენ, რომ საკუთარ თავს ვერასდროს დაიცავ. და მას სურს, რომ თუნდაც ისინიც, ვინც გაუპატიურება ჩაიდინეს, ქუჩაში იყვნენ შენთან ერთად. სიგიჟეა და ეს ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების ძირითადი მისია. და თუ ამას შეხედავ, აქ პირდაპირ წერია, რომ ისინი ღიად უჭერენ მხარს ციხეების და პოლიციის გაუქმებას, როგორც გრძელვადიან მიზანს. აბა ეს რეალურად რას ნიშნავს? პოლიციის დაფინანსების შემცირება ბიუჯეტის გაზრდაზე უარის თქმით, მუშათა კლასის გადარჩენის კრიმინალიზაციის დასრულება. ის აქ არ კითხულობს, ბიუჯეტების ყოველწლიურად ნულამდე შემცირება. კარგი. ეს ნიშნავს უსამხკარო ადამიანების ქუჩაში გაშვებას და იმის გაკეთების უფლებას, რაც უნდათ. თავისუფლება ყველა პატიმრისთვის. უბრალოდ დაფიქრდი ამაზე, ეს სიგიჟეა. ყველა პატიმარი, კარგი. შენ არ საუბრობ უბრალოდ ვიღაცაზე, ვინც რამე მოიპარა რამდენიმე წლის წინ. არა. შენ საუბრობ ბანდების ლიდერებზე. შენ საუბრობ ტერორისტებზე. შენ საუბრობ ადამიანებზე, რომლებმაც 11 სექტემბრის ტერაქტი ჩაიდინეს. შენ საუბრობ პირდაპირ გიჟებზე, რომლებიც შენს ქუჩებში დადიან და ეს არის ის, რისიც DSA სინამდვილეში სჯერა. პოლიციის დემილიტარიზაცია, რაც რეალურად პოლიციის გაუქმებას ნიშნავს. ინვესტირება საზოგადოების თვითმართვაში და მოიცადე, გაიგონებ რა არის ეს. თუ ისინი აპირებენ ციხეების და პოლიციის გაუქმებას, მაშინ რა გეგმებია? რით აპირებენ ციხეების ჩანაცვლებას? ისე დიდად არაფრით. იქნება პრევენცია, სოციალური ინვესტიციებით, რაც უბრალოდ ნიშნავს საცხოვრებელს, სამუშაო ადგილებს და საზოგადოებრივ რესურსებს, რაც ყველამ ვიცით, არ მუშაობს ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან ნარკომოვაჭრეები, მკვლელები და გამაუპატიურებლები. და იმივედით აქამდე. გვაქვს საზოგადოებრივი ზრუნვა და თვითმართვა, რაც უბრალოდ ნიშნავს ურთიერთდახმარებას, ანუ იმას, რომ უბრალოდ ესაუბრო ადამიანებს და ნახო როგორ არიან. და შემდეგ ავდეს იდეა, რომ უბრალოდ გარდაქმნიან მართლმსაჯულების სისტემას. და როგორ აპირებენ ამას? ისეთი რაღაცებით, როგორიცაა მედიტაცია. ანუ ეს ადამიანები სერიოზულად არიან განწყობილნი. ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ამერიკისთვის. მათ კომუნიზმი სურთ გააუქმონ ჩვენი ციხეები, სურთ მოიშორონ ჩვენი პოლიცია. და შემდეგ სურთ ყველა დამნაშავე ქუჩაში გამოუშვან. გულისხმობ, ვინ არ დაფიქრდა ამაზე? ყველამ უნდა გცოდნოდა, რომ უბრალოდ მედიტაცია გჭირდება და შეწყოთ ცუდ ადამიანად ყოფნას. თერაპია არ გჭირდება, ციხეები არ გჭირდება, უბრალოდ მედიტაცია გჭირდება და მერე სინათლეს დაინახავ. რატომ არ ვიფიქრეთ ამაზე ადრე? ამაზე ადრე. რატომ არ ავიყვანეთ ჰიტლერი და არ ვასწავლეთ მას მედიტაცია? რატომ არ მივედით სტალინთან და არ უთხარით? უბრალოდ გარეთ გახვიდე, ჩაისუნთქე და ამოისუნთქე და აღარ დახოცავ მილიონობით ადამიანს. რატომ არ მიდიხარ და არ ესაუბრები დემოკრატებს? იმ ხალხს, ვინც არ ვიცი, ჩრდილოეთ კორეას მართავს და არ ეკითხები, რატომ არ მედიტირებენ, რომ სოფლიო უკეთესი გახდეს? მაგრამ დავივიწყოთ ისინი. კრიმინალები შენს ქუჩაზე, ბანდები, გაუპატიურებები, ყველა. მათ უბრალოდ უნდა მედიტირებდნენ, რადგან სუნთქვა ყველაფერს მოაგვარებს. თვითმმართველობის ბევრად უკეთესი ფორმაა, ვიდრე ციხეები. აშკარა. გულისხმობ შემდეგ ჯერზე. თუ იმ გოგოს კიდევ მოუწევს მსგავსი გამოცდილების გავლა, იმედი მაქვს არასდროს, მაგრამ თუ ოდესმე ისევ შეეჩეხება ვინმეს, ვინც სუდად მოიქცევა, იქნებ უბრალოდ უთხრას, რომ ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს და ის ადამიანი გაიხსენებს, რომ უკეთ უნდა მოიქცეს. გმადლობთ, რომ დრო დაუთმეთ ამ საკითხს.